დღეს ვაკეთებთ უკრაინულ ცივ წვნიანს, რომელიც კეთდება მაწვნით, მოხარშული კარტოფილით, კვერცხით, კიტრით და მწვანილებით, რომელსაც გზადაგზა გეტყვით, რასაც უზავ. მოგესალმებით, მეგობრებო. ჩემი წინსაფარი მთავარი დეტალი ჩემი გადაცემის დამრჩა თბილისში. გადასაფარებელი გამოვჭერი და ესეთი კაბა შევკერე. როგორ მოგწონთ? რეალურად ეს კაბა შევიძინე ჩემი მეგობრის ონლაინ ვინტაჟურ მაღაზიაში, რომელსაც ქვია Old Clothes Lover. აქ დაურთავდა დამიჯერეთ ძალიან მოგეწონებათ მისი ტანსაცმელები და ნახეთ თქვენს და აუცილებლად შეიძინეთ. მოდი უცებ გავაჩინოთ საჭმელი ჩვენს მაგიდაზე და მე უკვე გეტყვით რის გაკეთებას ვაპირებ დღეს. ესეც ასე. ვინც ჯანსაღად იკვებებით, ეს რეცეპტი თავისუფლად შეგიძლიათ რომ მიირთვათ, გააკეთოთ და მიირთვათ, იმიტომ რომ ჯანსაღი ცილების და ნახშირწყლების წყარო იქნება და ვისაც გიყვართ წვნიანები, იმათთვისაც ძალიან გემრიელი იქნება. არა მარტო სწორი კვებაზე მყოფი ადამიანებიც, არამედ ისედაც. ამიტომ მოდი დავიწყოთ უკვე, სანამ ამინდი შეიცვალა. ცაჩო მოგვექცა თავზე. დავიწყებ მე რა მეჭველება. მოკლედ, როგორც გითხარით, მეგობრებო, ვიმყოფები სოფელში, ვისვენებ და აქედან შემოგთავაზებთ ვლოგს, რამდენსაც შევძლებ. და იმედია, თქვენთვის საყვარელი გარემო იქნება, როგორც ჩემთვის არის. ერთად გავიხალისოთ აქ ყოფნა. ზე იყო წეღან და ეხა ისე იცდება, მგონი ამინდი რომ მინდა რომ მოვასწრო. მე მგონი უშვებიან მთლიან კვერცხს, მაგრამ მე გული არ მიყვარს და მოდი მარტო ცილები ვქნათ. 4 კვერცხი მოვხარშე და 4-ვეს ცილას ვუზავ. არასდროს არ გამიკეთებია ეს წვნიანი და მინდოდა რომ მიცადა და ეხა ჩემს ინტერპრეტაციას შემოგთავაზებთ მოკლედ და იმედი ძალიან კარგი გამოვა. გუშინ იყო მაფიის ფინალი, საოცრება, ანუ ველოდებოდი იმდენი ხანი, არ ვიცი რატო, იმიტომ რომ თქვათ განსაკუთრებული იყო და განსხვავებული ყველასგან თუ რატო არ ვიცი, მაგრამ მინდოდა რომ თან ლაივში მენახა და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე და რაღაცნაირად მეც იმ ადამიანებივით ამევსო გული. იმდენი ადამიანი უყურებდა ლაივში, რომ ძალიან გამიხარდა და გუშინ ხუმრობდი, რომ მეც ოდესმე სიცილიაში რომ მოხვდები ამ ადგილას. იმას კი არ ვიტყვით, რომ აქ ნათლია გადაიღეს, არამედ იმას ვიტყვი, რომ აქ მაფიის გრანდიოზული ფინალი ჩატარდა. და ძალიან გამეცინა მაგაზე, იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგი გამოვიდა ყველაფერი და ულოცავ გამარჯვებულებს. ესეც ისეთი ემოციური და სენტიმენტალური რამის ვიტირე. მაფიას უყურებ, ალბათ როცა მაფიის ყურება დავიწყე ონლაინ, როცა თამაშობდნენ მაგ დროიდან და აი მართლა ყველა ეპიზოდი მაქვს ნანახი. როგორც ონლაინ, ისე ლაივ ეპიზოდები და სეზონები. აი მართლა და ძალიან მიყვარს და ისედაც სამეგობროში სულ თამაშობთ ხოლმე და დიდი ხანი არ გვითამაშე და ძალიან მომენატრა და ერთხელ იქნებ დადგეს ის მომენტი, რომ მეც ვეწვიო ადგილზე და ადგილზე ვითამაშო, მაგრამ მგონია რომ აი არ ვიცი. ძალიან ვინერვიულებ და მგონია რომ არ გამომივა. მაგრამ აუცილებლად ვწდი ერთხელ. უცხოებთან და ბევრ ადამიანებს შორის არ მითამაში, ანუ ძირითადად ვიყავით ხოლმე, რა ვიცი, 7-8 მაგაზე მეტი მე მგონი არ ყოფილიყო და ეს 12 კაციანი რამდენად გამომივა და რამდენად კარგი იქნება, არ ვიცი, მაგრამ ჩემი მიზანია მოკლედ ისეთი იუთუბერი გავხდე, რომ მიმიწვიონ მაფიაში სათამაშოდ. და იმედია იქნება ეს. და ეს მიზანი ნელ-ნელა შესრულდება. დაწყებული მაქვს უკვე ამაზე ზრუნვა. ნახოთ რა იქნება. ოქტომბრის გაცოცხლებული ჩაწერაზე მივდიოდი პარასკევს და ვიფიქრე რომ ცოტა ადრე მივალთქო, ესე გავთვალე. 10-15 წუთით ადრე და საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა რომ სადღაც 40-45 წუთით ადრე მივედი. და მე ვფიქრობდი რომ მეთქი რანაირად მემართება ესეთი რაღაცები, არ ვიცი. ზოგადად ძალიან პუნქტუალური ადამიანი ვარ, მაგრამ ამას არ ვიცი რა ქვია, ზე პუნქტუალურობა თუ აი არ ვიცი, over პუნქტუალურობა. მით უმეტეს მაგ დროს, როცა არ ვიცი ადგილი სად მივდივარ, ანუ დაახლოებით კი ვიცი, მაგრამ ზუსტად ის არ ვიცი, ყოველდღიურობისგან განსხვავებით, რამდენი დრო დამჭირდება, რა ტრანსპორტი დამჭირდება და ასე შემდეგ რა, ანუ ბევრი ფაქტორია ხოლმე და მირჩევნია ხოლმე, რომ ადრე მივიდე, თქვათ, სადღაც, ვიდრე რაღაც დავაგვიანო, ან ხო რა, დამაგვიანდეს და
აქ ესე გამოვიდა, რომ და ზოგადად რამდენიმე ადგილასაც ესე მომსვლია, რომ აი ხან ისე ადრე მივსულა, რომ აი მართლა არ ვიცი, ესეც არაპუნქტუალურობასთან ერთად ზეპუნქტუალურობა რამდენად კარგია. სადმე ადრე მისვლა, იმიტომ მინდა ხოლმე, მჭირდება ხოლმე რაღაცა პერიოდი, ანუ რამდენიმე წუთი იმისათვის, რომ აი გარემოსთან მოახდინო ხოლმე ადაპტაცია და უფრო დამშვიდებული ვიყო, ცოტა დასვენება მოვასწრო, რაღაცა გავშინაურდე გარემოსთან და ალბათ მაგიტოც ვარ ხოლმე პუნქტუალური ზედმეტად, რომ ეს ადაპტაციის პერიოდი გავიარო ხოლმე და ეს მეხმარება ხოლმე და უფრო მტკნარად ვარ ხოლმე, თუნდაც აი გასაუბრებებზე რამე შეხვედრაზე ან მსგავს ადგილებში თუ მივიდივარ ხოლმე, ეს ძალიან მეხმარება ხოლმე. მოკლედ, კვერცხი და კარტოფილი გავწქვენი, ახლა ნელ-ნელა დავიწყებ კიტრის გახეხვას. და მერე უკვე გადავიდეთ კარტოფილის და კვერცხის დაჭრაზე. ეხლა მოდი წვრილად დავჭრი კარტოფილს და მერე როგორც გითხარით, კვერცხის ცილებს უზავ, იმიტომ რომ გული დიდად არ მიყვარს და გემრიელად რო ვჭამო უფრო. მოდი. მარტო ცილას უზავ. ზოგადად წვნიანები მე ძალიან მიყვარს და სწორი კვების დროს ვცდილობ ხოლმე რომ ბევრი წვნიანი მოვამზადო და ქათმის წვნიანსაც ხშირად ვაკეთებ ხოლმე. აი ფილე როცა გვს ბეზრდება, სტანდარტული ფილე, მოხარშული ან რა ვიცი შემწვარი, შეგვიძლია ხოლმე რომ გავაკეთოთ რაღაცა სადილივით ტომატში ან სუპი და მაგ რეცეპტებსაც შემოგთავაზებთ და მე უკვე თქვენ თვითონაც თუ სდით. მე ასეთი პუნქტუალური რომ ვარ. ვიტანჯები არაპუნქტუალურ ადამიანებთან. აი ძალიან ვიტანჯები. ალბათ ყველას გყავთ მეგობრები, ვინც გეუბნებიან, რომ 5 წუთში მანდ იქნებიან, მაგრამ ჯერ სახლიდანაც არ გამოსულან. ასე ვარ მეც. ჩემი დაქალი როცა მეტყვის ხოლმე რომ აი უკვე ტრანსპორტში ჯდება, ვიცი რომ ჯერ ჩანთაც არა უღია და გასაღებით კარიც არ გადაუკეტავს. ამიტომ მაგრამ ამის მიუხედავად ხოწლებია რომ ესე არის, ხოწლებია რომ ვიცნობ და ხოწლებია რომ ვიცი რომ სულ იგვიანებს. ხო შემილია რომ დავაგვიანო მეც. და რომ მეუბნება რომ ესე არის, მოვდივარ და 5 წუთში მანდ ვარ და ვიცი რომ არ იქნება 5 წუთში და მინიმუმ 20 წუთი მაინც მიწევს სროდინი. ხო შეიძლება რომ გვიან გავიდე. მაგრამ არა. ჩემი მოუსვენარი ხასიათის გამო მაინც ადრე მივდივარ, მაინც ნერვები მეშლება რომ აგვიანებენ და მაინც ვურდღუნებ და აზრი მითხარით. ჭკუას როდის ვისწავლი? რთულია. დაიცვა ბალანსი და შენ თვითონ მაინც დაარეგულირო და ეს მე მიჭირს ხოლმე ნამდვილად. თქვენ თუ გაქვთ რაიმე გზა, რომ ასეთ არაპუნქტუალურობას ებრძოლოთ, იქნებ გამაგებინოთ და იქნებ მითხრათ მეც, რომ რამენაირად გამოვიყენო ეს ყველაფერი. ჩემი სწორი კვება ძალიან კარგად მიმდინარეობს. რაღაც კილოგრამები დაკლებული მაქვს. მე თუ ვგრძნობ, ესე იგი მართლა დავიკელი. ოღონდ ნელ-ნელა ვიკლებ, რა თქმა უნდა. ეს არის ხანგრძლივი პროცესი. აზრებული მაქვს, რომ ამას დრო ჭირდება და ამიტომ ფარხმალს არ დავყრი. რეცეპტში არ ეწერა, მაგრამ მინდა რომ ვუქნა იტნა. და ასევე უკრაინულ რეცეპტში თურმე უშვებიან მჟავე ვაშლს. მე ყველაზე მეტად მეშინია ჭექა ქუხილის. აი, ჭექა ქუხილის დროს გარეთ რო ვარ, ცის ქვეშ რო ვარ, ისეთი შფოთვა მემართება, რომ აი ერთი სული მაქვს, რომ სადმე შევეფარო და სახლში მივიდე და ეხაც თუ დასწოწვი აქ ვეღარ ნახავთ. ჩვენი ეზოს პიტნა. მეგობრებო, თავარი ინგრედიენტი ამ კერძში არის აი ეს. ეს სასწაული ქმნილება. ეს უბრალოდ მაწონი არ გიგონოთ. ეს არის კამეჩის მაწონი. და კამეჩის მაწონი ბავშვობის მერე არ მიჭამია და აი უგემრიელესია. ჩვეულებრივი არაჟანი, აი არ ვიცი, ისეთი სქელი, ისეთი გემრიელი, აი ძალიან გემრიელია. და თან არის ქათქათა, თურმე კამეჩის ქონია ესეთი რძერო, ძალიან ქათქათა გამოდის და ეხლა მე ამას ავურევ წყალთან ერთად და მე დავამატებ ჩვენ მასაში. აურიოთ ძალიან სქელია. ცოტა შავი წიწაკა. აი კიდე დამავიწყო. მეგობრებო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ ვიდეოები. გადააზიარეთ, მეგობრებს ჩაუგდეთ ნათესავებს, ახლობლებს, აუცილებლად ჭირდება გვერდში დგომა. აბა, წავიდა. მოდი დავაგემოვნებ თქვენთან ერთად და მერე უკვე მასივაში შევინახოთ. თუ მეტად წვნიანი გინდათ, შეგიძლიათ დაამატოთ წყალი და
ძალიან გემრიელია და რაღაცა ცოცხალი გემო აქვს რა. რაც მთავარია და ცივი და რაღაც საზაფხულო და სცადეთ აუცილებლად თქვენც. მეგობრებო, ესეც ასე. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო, აუცილებლად გამომიწერეთ და დაალაიქეთ და დანარჩენი უკვე ერთად მოვიფიქროთ კიდე რა შეიძლება გავაკეთოთ სწორი კვების დროს, უფრო გავაჯანსაღოთ ჩვენი რაციონი. მადლობა თუ მიყურეთ და გკოცნით ყველას. ნახვამდის. მე გავაგრძელებ ჭამას. მაგრამ ძალიან კაია. აუცილებლად მიყურეთ.